ვინ უნდა იზრუნოს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ავარიულ კულტურულ ძეგლებზე, კერძო მესაკუთრეები უსახსრობის გამო შენობის რეაბილიტაციას ვერ ახერხებენ. კანონმდებლობა კი სახელმწიფოს მათ ზრუნვას არ ავალდებულებს. რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. გრიგოლ აბაშიძის ხუტა ბერულავას, ვლადიმერ ლევისა და სხვა მწერლების შემოქმედება ამ კულტურული ძეგლის აივანს წლებია ამაგრებს. ორიგინალური წიგნების ბოძის ავტორები ხულო 10 ნომრის მცხოვრებლები არიან. კამერასთან საუბარს ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ 100 წელზე მეტი ხნის შენობის კაპიტალურ შეკეთებას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ. იგივე პრობლემა აქვთ მაზნიაშვილის ქუჩის 36 ნომერშიც. 113 წლის სახლია, ინგრევა, კაცი არ გვეხმარება. ინვესტორმა თუ მეინდომა არ აძლევენ უფლებას, თვითონ არ გვიკეთებენ და რა ვქნათ? თუ არ შეგვიკეთებენ, ჩვენც მოვუყვებით ამ ნანგრევებში. ინვესტორებს უჩივიან ძველი ბათუმის სხვა უბნებშიც. იმნაძის ქუჩის ყოფილი ბლაგოევგრადის 2 ნომერში მდებარე ისტორიული შენობის ბინადრები ამბობენ, რომ სახლის რეაბილიტაციას საკუთარი ძალებით ვერ წვდებიან. სახელმწიფო არ ეხმარებათ, კულტურული ძეგლის სტატუსი კი ინვესტორებს აფერხებს. მერი ამ გითხრა უარიომა არ შეგვიძლიაო. რამოდენიმეჯერ იყო მერიაში თხოვნით სურათები გადაღებული და შეტანილი. რომ არ ითქვეს. ძეგლთა დაცვის არისო და ვერ დავაშენებთ. ასე თქვა ინვესტორმა და არ ვიცი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ იმნაძის ქუჩაზე კულტურულ ძეგლებზე დაშენება იკრძალება. რაც შეეხება ქალაქის ისტორიული უბნის სხვა ნაწილს, იქ შენობის სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ინვესტორს ძეგლის იერსახის შეცვლაც ეკრძალება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არსებული კრიტერიუმები ინვესტორთა ინტერესს ამცირებს. იქ სადაც მივიდა თქვათ ინვესტორი და ძეგლი იყო, ეს ასეთ მაგალითი მაქვს მე ზუბალაშვილის 39, იქ უკვე არასამთავრობოებმა და თემარებმა ორგანიზაციებმა ვარ ითქვეს, როგორ შეიძლება ძეგლის ხელყოფა, ამ დროს კანონი ჩვენ დავიცავთ, მინდა რომ მინიმუმ 4-5 პროექტი ისეთი სახლების, რომელიც უნიკალურია და ავარიულ მდგომარეობაშია, მაგ სახლის პროექტები უნდა გავაკეთო, რა დაждდება და მე უნდა მოვთხოვო მთავრობას, რომ გაიღოს ხარჯები. კულტურული ძეგლების სრული რეაბილიტაციის ფინანსური საშუალება, როგორც აღმოჩნდა, არც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს. მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თქმით, თვითმმართველობა მთავრობასთან ერთად ინვესტორების მოძიებაზე მუშაობს. რაც შეეხება მერიის მიზნობრივ პროგრამას ძველი ბათუმის რეაბილიტაციას, ირაკლი სურმანიძე ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ ისტორიული უბნის არქიტექტურული ღირებულებებისა და იერსახის შენარჩუნება იყო. გარკვეული ინვესტორების მიერ პროექტების განხორციელება რთულდება იმ გარემოდან გამომდინარე, რომ მოთხოვნები ძალიან დიდია ამ მოსახლეობას. ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეა. ასე რომ ეს არის გარკვეული რთული საკითხი, დაგეგმილია რამდენიმე ათეულობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სწორედ ეს არის ეკომიგრანტებისათვის, ბარაგული ტიპის ცხოვრებლებისათვის განკუთვნილი. თორე ისეთი რაღაცა, რომ ქალაქ ბათუმის მერია მოახდინოს კონკრეტული შესვლა და ამ მოსახლეობის ათვისება უბრალოდ შეუძლებელია. კანონმდებლობა სახელმწიფოს მხოლოდ ნორმების დაცვას, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მოვლას კი მესაკუთრეს ავალდებულებს. ამ და სხვა მსგავსი ავარიული ძეგლების ბედი კი როგორც ჩანს, სახელმწიფოს კეთილნებასა და ინვესტორზეა დამოკიდებული.